და კიდევ ერთი თვისება ამ ყველაფერთან ერთად. ეს არის ცეცხლოვანება. ცეცხლოვანება, თუ ცეცხლოვანება არ არის, იქ არც სიყვარული, არც თავდაბლობა, არც მორჩილება და არაფერი, არც ერთგულება. როგორ შეიძლება ერთგულება ცეცხლოვანების გარეშე? ამიტომაც ამბობს აპოკალიფსში უფალი, რომ ნელთბილობა ძალიან საშინელი ცოდვა არის. ძალიან მძიმე სიტყვებს ამბობს. ნელთბილი ხარ და ამოგანთხევ ჩემი პირიდან. ნელთბილი რას ნიშნავს? არაფერს არ აშავებს, თავისთვის არის და არაფერს აშავებს ნელთბილი. ცივი აშავებს და უფალი საოცარ ამას ამბობს, ჯობია ცივი ყოფილიყავი, დაგეშავებინა და მე სინანულში ეგება მოსულიყავი, ვიდრე ნელთბილი, რომელიც არც აკეთებდა, არც აშავებდა, აი ესე უსიცოცხლოდ ხარ, იმიტომ რომ ცეცხლი არ არის შენში. სული დუღარენ იყვენით პავლე მოციქული იტყვის და უფალი ამბობს, ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს, რომ ეს ცეცხლი აწვე აღეგზნას. ამიტომ შეუძლებელი იყო ქრისტიანი, გულგრილი, უნდილი, ნელთბილი, ესე იგი ნახევრად ცოცხალი, ან ნახევრად მკვდარი, როგორც გინდათ ისე დაარქვით. ქრისტიანი ცეცხლია, იმიტომ რომ ღმერთია ცეცხლი.